დღეს განსაკუთრებული ვიდეო გვაქვს, რადგან ჩვენს არხზე იწყება რიგით მეორე დიდი გათამაშება. დღეს აი ამ საოცარ ნინჯას აეროგრილს გავათამაშებთ. თანაც უბრალოდ კი არ გავათამაშებთ. მოდით ჯერ გამოვცადოთ და შიგნით შოკოლადის უგემრიელესი ფონდანი მოვამზადოთ. ვიდეოს ბოლოს ზუსტად გეტყვით მარტივ პირობებს, თუ როგორ შეგიძლიათ ამ აპარატის მოგება. ასე რომ გვიყურეთ ბოლომდე. ფონდანი ბევრს რთული დესერტი ჰგონია, სინამდვილეში კი სულ 5 ინგრედიენტი სჭირდება და 10 წუთში მზადაა. პირველ რიგში კარგი ხარისხის შავი შოკოლადი და კარაქი დავადნოთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურში. მთავარია არ დაგვეწვას. ცალკე თასში გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. ბევრი თქვება არ სჭირდება, მთავარია შაქარი უბრალოდ გაიხსნას. ახლა შევაერთოთ შოკოლადი და კვერცხის მასა. აი ნახეთ რა ლამაზი პრიალა ტექსტურა მიიღო. ბოლოს ვამატებთ ფქვილს. ნაზად გადავურიოთ, რომ კოლტები არ დარჩეს. საცხობ ფორმას წაუსვათ კარაქი და მოვაყაროთ კაკაო ან ფქვილი. კაკაო უკეთესია, რადგან გამოცხობის შემდეგ ფქვილის კვალი არ დარჩება. ვაყენებთ აეროგრილს 180 გრადუსზე და ვაცხობთ 9-10 წუთის განმავლობაში. პარალელურად მოვამზადებ კენკრის ტკბილ-მჟავე სოუსს, რომელიც შოკოლადს იდეალურად აბალანსებს. ცალკე გავხსნი სახამებელს ცივ წყალში და დავამატებ სოუსს. ერთად წამოვადუღებ 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ არ შესქელდება. აი ჩვენი ფონდანიც მზადაა. ნახეთ როგორი იდეალური ქერქი გაიგეთა. გადმოვაბრუნოთ თეფშზე. დავადოთ ვანილის ნაყინი. გვერდით მოვუსხათ ჩვენი არომატული სოუსი. და მზადაა. აი ეს არის ნამდვილი შოკოლადის ლავა. შიგნიდან აბსოლუტურად თხევადი და ცხელია. საოცრება. აეროგრილმა ძალიან მაგრად შეასრულა საქმე. თან ძალიან სწრაფად. ეს ტკბილ-მჟავე სოუსი, შოკოლადი და ვანილის ნაყინი. ერთად არის საოცარი კომბინაცია. შოკოლადს ძალიან აბალანსებს ეს ტკბილ-მჟავე სოუსი. ძალიან მარტივი, გემრიელი, დაბალანსებული დესერტი არის 5 ინგრედიენტით და სულ რაღაც 10 წუთში. მოამზადეთ და ისე ამოვნეთ. ახლა კი გადავდოთ დესერტი გვერდზე და გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. როგორ მოიგოთ ნინჯას ეს აეროგრილი. პირობები არის ძალიან მარტივი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი რამე ტკბილი, მოიწონეთ ეს ვიდეო, დატოვეთ კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. კომენტარი არ უნდა იყოს უბრალოდ ემოჯი. დაწერეთ რაიმე აზრიანი ტექსტი. როგორ მოგეწონათ ვიდეო რეცეპტი, რას მოამზადებდით ამ აეროგრილში პირველად. ან უბრალოდ თქვენი შთაბეჭდილებები. მომდევნო ვიდეოში, ისევე როგორც წინა გათამაშებაზე, 100%-ით გამჭვირვალეთ რენდომაიზერის საშუალებით გამოვავლენთ გამარჯვებულს. ყველას უზარმაზარ წარმატებას გისურვებთ გათამაშებაში. შევხვდებით მომდევნო 4 შაბათს, 19 აგვისტოს, გამარჯვებულთან ერთად.